ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შეკრებილებმა დღეს გაზაფხულის დღესასწაული და სიყვარულის დღე აღნიშნეს. სამკითხველო დარბაზში თავი პოეზიასა და პროზაზე შეყვარებულმა ადამიანებმა მოიყარეს. საღამოს მონაწილეებმა კი მათ ლექსები წაუკითხეს. ანსამბლმა შევარდნებმა ღონისძიებაზე რამდენიმე საცეკვავო ნომერი წარმოადგინა. სტუმრები განსაკუთრებით პატარების მიერ შესრულებული გაზაფხულის მეჯლისით მოიხიბლნენ. აპრილი ძალიან ლამაზი თვეა. ირგვლივ ყველაფერი აყვავდა გალამაზდა და ამიტომ ჩვენ ბიბლიოთეკამ გადაწყვიტა, რომ ეს მხიარული დღე აღგვენიშნა დღეს ბავშვების სიმღერის, ცეკვების, ლექსების ფონზე. და ამას მიუძღვენით ეს ყველაფერი. თანაც წელს კიდევ საქართველოსთვის ჩვენ ქვეყნისთვის სხვანაირი გაზაფხული შემოვიდა. ახალი მთავრობა გვყავს, ახალი პარლამენტი გვაქვს, დიდი მოლოდინები, გვაქვს დიდი იმედები და ყველაფერი ამას მიუძღვენით ეს სასიხარულო დღე. ჩვენც გაზაფხულის ცეკვა შევასრულეთ, ეს გაზაფხულს ეძღვნებოდა და თქვენც გილოცავთ გაზაფხულს, იმედია მაყურებელს მოეწონა ჩვენი ცეკვა. გილოცავს გაზაფხულის დადგომას, ჩვენ გაზაფხულის ცეკვა შევასრულეთ და იმედია მოეწონებოდა მაყურებელს. ყველას უყვარს გაზაფხული, გვიხარია, იმიტომ რომ ამ დროს ახალი სიცოცხლე შემოდის, ახალი ფერები, სიხალისე. თან გუშინ ვიცით რომ სიყვარულის დღე იყო, დაგვიანებით გილოცავთ და ჩვენც დღევანდელი ღონისძიება მიუძღვენით ამ ორ მოვლენას, გაზაფხულის მოსვლას, სიყვარულის დღეს, წარმოვადგინეთ ლექსები, ჩანახატები, ცეკვები, სიმღერები, შაირები და ასე შემდეგ შევეცადეთ რომ გაგვეხალისებინათ ეს საზოგადოება. მაღალი ტვირთამწეობით გამორჩეული უახლესი ტიპის დუსანის ორი ერთეული ექსკავატორი შეპესე ჯორჯიან მარგანეზის სფეროშინოდებთა ქარხანაში დღის მეორე ნახევარში შემოვიდა. ორივე მათგანი საექსპლუატაციო წიდების გადამამუშავებელ საამქროში გადანაწილდება. სფეროშინოდებთა ქარხანაში წარმოების ზრდის მოცულობამ წიდის გადამამუშავებელი საამქროს დატვირთვა საგრძნობლად გაზარდა. ასათვისებელია დაახლოებით 200,000 ტონა სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენი, რომელიც საწარმოს კუთვნილ ტერიტორიაზეა განფენილი. წიდის კვლავ-წარმოებაში დასაბრუნებლად კი უახლესი ტექნიკა სერიოზული შენაძენია. ქარხანაში გაიზარდა წარმოების მოცულობა, წარმოების მოცულობის გაზდამ განაპირობა არსებული წიდების გადამუშავების საამქროს რიტმული და უწყვეტი მუშაობა, რადგან კვლავ-წარმოებაში მივცეთ გადასამუშავებელი წიდები. გამომდინარე იქიდან არსებული მანქანა დანადგარებით ვერ ვახერხებდით რიტმულ მიწოდებას კვლავ-წარმოებაში არსებულ წიდებს, რომელიც ქარხნის ტერიტორიაზე დაახლოებით ალბათ 200,000 ტონაა განლაგებული. ქარხნის კომპანიამ გადადგა მართებული და ალბათ სწორი ნაბიჯი იქითკენ რომ შეიძინა თანამედროვე ტიპის დუსანის ტიპის ორი ერთეული ექსკავატორი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ტვირთამწეობით და თავის მახასიათებლებით გამოირჩევა როგორც ესეთი მძიმე ხვედრითი წონა ჩვენი წიდის არის გარკვეული სიმძიმის და ამის გადასამუშავებლად უახლოესი ტიპის ორი ერთეული ტექნიკა იქნა შეძენილი. საწარმოს წიდის გადამამუშავებელ საამქროში 100 ადამიანია დასაქმებული. საშუალო ხელფასი დაახლოებით 600 ლარით განისაზღვრება. ახალი ტექნიკა და სეპარაციის უბნის ამოქმედება საამქროს დანაკარგს 80%-მდე შეუმცირებს, რაც საერთო ჯამში წარმოების ეკონომიკურ ეფექტს გაზრდის. წარმოება არის შავი მეტალურგია, ეს ყველასთვის გასაგებიაო. არის დაკავშირებული მძიმე სამუშაოსთან, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ესეთი წარმოება ყველა ტიპის არის ესეთი, სადაც უნდა იყოს. რაც შეეხება დღევანდელ ჩვენს აქაურ პირობებს, რა თქმა უნდა, ხელმძღვანელობის მიერ გადაწყვეტილი სწორი გადაწყვეტილებით ბევრად გაიოლდება. არა მარტო მუშა-მოსამსახურეებისთვის, არამედ წარმოების პროცესის სწორი და ტექნოლოგიური პროცესის სწორი წარმატებისთვის აღნიშნული ოპერაციები. იმ ორ ექსკავატორს, რაზეც არის საუბარი, დუსანის ტიპის, ეს არის საგრძნობელი გაუმჯობესება პირობების
მე მგონი მომუშავეებისთვისაც და თითოეული ჩვენთაგანისთვის. რაც შეეხება წარმოებას, ეს რა თქმა უნდა, მუშაობის პერიოდში გამომჟღავნდება და ნამდვილად მისასალმებელია, როდესაც ასეთი ძვირადღირებული ტექნიკა შემოდის ჩვენს წარმოებაში. ორნახევარი კუბის ტევადობის ტვირთამწეობით გამორჩეული ახალ ექსკავატორებში ქარხნის ადმინისტრაციამ 550,000 ამერიკული დოლარი გადაიხადა. უწყვეტი საწარმოო რიტმის შექმნისა და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გაზრდის მიზნით გადადგმულმა ამ ნაბიჯმა შედეგი მალე უნდა აჩვენოს. ქარხანაში ამბობენ, რომ ტექნიკური პროცესების გამართვა მიზანმიმართულად გრძელდება. მეოთხე საამქროში ჩატარებულმა სარეკონსტრუქციო სამუშაოებმა კი ეკოლოგიური პრობლემის პარამეტრებთან მიახლოება განაპირობა. საქართველოში 2009 წლიდან ხორციელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის მიზანია სოფლის პირველი რიგის საჭიროებების დაფინანსება. თემში განსახორციელებელი პროექტების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თემის საერთო კრება. გამოიყენე შენი უფლება თავად განსაზღვრო შენი თემის პრიორიტეტები. იყავი აქტიური მოქალაქე და ჩაერთე შენი თემის მართვაში. პროექტი ჩაერთე შენი თემის მართვაში ხორციელდება საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის საქართველოში საჯარო პოლიტიკის ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.